ხურიშვილი. ჰაგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომში ეთნიკური წმენდის სავარაუდო ნიშნებს ხედავს. ამის შესახებ ბენსუდამ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთის წინ აღნიშნა. თუმცა ვიდრე ჰაგის პროკურორის განცხადებების დეტალებზე ვისაუბრებთ აღნიშნულ თემას, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ დირექტორ კეთი ხუციშვილთან ერთად განვიხილავთ პირდაპირ ეთერში. ქალბატონი კეთი, მოგესალმებით რადიო ფორტნეს პირდაპირ ეთერში და პირველ რიგში მადლობა რომ გამონახეთ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხის გაშლაზე ასე ვთქვათ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ნათია, მივისალმებით თქვენს წვენელს. ქალბატონ კეთი, სწორედ ეთნიკური წმენდის შესახებ დავიწყე საუბარი, იმ განცხადების შესახებ უბრალოდ რაც სწორედ ამ თემაზე გააკეთა ჰაგის პროკურორმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე და თქვენ როგორც დღეს სამოქალაქო სექტორთან და პროკურორის შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეთ, ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც ჰაგის პროკურორი ეყრდნობა, არის თქვენი ფონდის მხარდაჭერით და ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც სწორედ ეთნიკურ წმენდაზე გაქვთ პირველ რიგში გამახვილებული ყურადღება. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართულთა ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოში იყო დაგეგმილი და განხორციელებული. მგონი სწორად ვციტირებ, თუ სწორად ვციტირებ ამ თქვენს ფრაზას დღეს როგორც შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეთ მედიასთან, თუ შეიძლება დღევანდელი შეხვედრის მთავარი შედეგი, ასე ვთქვათ, წინასწარი შედეგი შეიძლება ეს იყოს რა განიხილეთ კონკრეტულად დღეს პროკურორთან. მადლობთ საერთოდ იმისთვის, რომ მომეცით საშუალება ამ თემაზე მესაუბრა. თქვენ სწორედ აღნიშნეთ 2009 წელს ჩვენმა ფონდმა და ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჰაგას წარუდგინა ანგარიში, რომელიც მან შემდგომში ჰაგის სასამართლოს, რომელიც მან შემდგომში მიიღო როგორც ერთ-ერთი დოკუმენტი. რა არის ახლა მნიშვნელოვანი და რა უნდა ავხსნათ? დღევანდელ შეხვედრას შედეგი, როგორც ასე არ ქონია, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ პროკურორს ქალბატონ ფატუ ბენსუდას აეხსნა ჩვენთვის თუ რა ტიპის პროცესი დაიწყო ამ დღეებში. პროცესი ამგვარია. დღესდღეობით 13 ოქტომბერს ფატუ ბენსუდამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ დართო ნება დაიწყოს გამოძიება ამ კონფლიქტის. აი იგი ამას ხაზი უნდა გავუსვათ, კონფლიქტის გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის. აქამდე მხოლოდ წინასწარი მოკვლევა ტარდებოდა. ფაქტიურად ამ 7 წლის მანძილზე. იმ მასალის საფუძველზე, რომელიც ქალბატონ ფატუს უკვე გააჩნია, მან დააყენა საკითხი სასამართლოს წინაშე. აქედან შესაძლოა 3 ან 4 თვის მანძილზე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს გამოძიება თუ არ დაიწყოს. რაც შეეხება იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ხდებოდნენ ფატუ ბენსუდას. ესენი იყვნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელსაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ანგარიშის შექმნაში, აგრეთვე იყვნენ ისინი, ვისაც წაღებული აქვს საქმე სხვა სასამართლოებში, მაგალითად ადამიანის უფლებათა სასამართლოში და კიდევ ყავდა რამდენიმე უშუალო მსხვერპლი. აგვისტოს ომის ადამიანები, რომელთაც ზიანი მიადგათ. ქალბატონი პროკურორი ჩვენ ფაქტიურად ვიხსნიდა, როგორ დაიწყო პროცესი და რა ტიპის მონაწილეობა დასჭირდება ჩვენგან მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე წინასწარი მოკვლევის შედეგად დაყენებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი, რომ შესაძლებელია ეს იყო ეთნიკური წმენდა. მეორე, რომ შესაძლებელია იყო თავდასხმა მშვიდობის ყოფილ ძალებზე, ერთი მხრივ რუსეთის მშვიდობის ყოფილ ძალებზე, მეორე მხრივ საქართველოს მშვიდობის ყოფილ ძალებზე. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ხანგრძლივი გამოძიება დასჭირდება. ეხლა პირადად ჩემთვის, როგორც ამ ფონდის დირექტორისთვის, რა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ერთობლივი ანგარიში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დამთავრებისას და დამთავრების შემდეგ ჩატარდა მიზანმიმართული და ფაქტიურად წინასწარ გამოცხადებული ეთნიკური წმენდა ქართველების მიმართ. და ჩვენ მიგვაჩნია და ამ ვცდილობთ რომ დავასაბუთოთ ამ ანგარიში, რომ ამ წმენდის ინიციატორები და ჩამტარებლები ერთად იყვნენ როგორც რუსეთის სამხედრო ძალები, ასევე ოსური დაჯგუფებები. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ანგარიში ამის გარდა
და საუბრობს სიცოცხლის მოსპობაზე, აი ამ დღეების მანძილზე, ქონების განადგურებაზე და წამებაზე და ასევე არანაკლებ ნიშნავს წამება, რომელიც იყო როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ასევე ჯარისკაცებს. ქალბატონო ქეთი, ჩვენ შესაძლოა მართლაც ვისაუბროთ როგორც ომის დანაშაულზე, ასევე ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ქალბატონო ქეთი, აუცილებლად მინდა გკითხოთ, ეს რა თქმა უნდა ექნება საკმაოდ მასშტაბური გამოძიება, მაგრამ ამაში არ არის საკმარისი ერთი მხარის, კონკრეტულ შემთხვევაში ქართული მხარის მონაწილეობა, ხომ? რამდენად ექნება თქვენი ინფორმაციით საშუალება საერთაშორისო პროკურორს, ჰააგის პროკურორს, ჩავიდეს და რეალობა შეიტყოს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მხრიდან, ეს იქნება ოსური მხარე თუ ოკუპანტების რუსულ მხარესთან თანამშრომლობა რამდენად შედგება და რამდენად რეალური ინფორმაციას მიიღებს იგი შეძლებს თუ არა ამას საერთაშორისო პროკურორი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ეს კითხვა სწორედ დასვა არაერთმა წარმომადგენელმა სამოქალაქო საზოგადოებისა დღეს შეხვედრიდან. საქმე ისაა, რომ პროკურორმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ საქართველო არის ხელისმომწერი თვითონ იმ სტატუტის, რომლის საფუძველზე შეიქმნა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო. რუსეთი ამ შემთხვევაში არ არის ხელისმომწერი, მაგრამ ყველა დანაშაული, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა, რადგან იგი ხელმომწერია ამ სტატუტისა, ყველა დანაშაულის გამოძიების უფლება აქვს სასამართლოს. რაც შეეხება თანამშრომლობას, მან აღნიშნა, რომ დღეისთვის რუსეთი თანამშრომლობს და აწვდის გარკვეულ ინფორმაციას და მეტიც მას განცხადებული აქვს, რომ იგი განაგრძობს გამოძიებას ამ საქმეებისა. ამიტომაც აღნიშნა ფატუ ბენსუდამ, რომ დღეისთვის იგი ამას ვერ დაიჩინებს, რომ თანამშრომლობა არ არის და მომავალში უკვე ამდაგვარი თანამშრომლობა არ იქნა, ის სხვაგვარად დააყენებს საკითხს. თუნდაც არ მოხდეს იმ ტერიტორიაზე შეშვება, ფაქტიურად მსხვერპლი ამ ეთნიკური წმენდისა თუ სხვა ტიპის დანაშაულებისა აქეთ მხარეს არის ჩვენს ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამიტომ მათი გამოკითხვითაც ბევრი რამის დადგენა შეიძლება. ქალბატონო ქეთი, ეს არის პროცესი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იწყება ახლა და იქნება საკმაოდ მასშტაბური, შრომატევადი რა თქმა უნდა და ჩვენ არაერთხელ ვისაუბრებთ, დარწმუნებული ვარ ამ თემაზე, მაგრამ ბოლო კითხვა ამ კონკრეტულ დროს, ასე ვთქვათ, დღეისათვის. როგორც სამოქალაქო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა უჩანანოაშვილმა მედიასთან აღნიშნა, პროკურორმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება შესაძლოა ჰქონდეს პრევენციის ხასიათი შემდგომი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. მინდა ჩაგეკითხოთ, მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია და ამიტომ თქვენგან მინდა შევიტყო. ყოფილა თუ არა პრეცედენტი მსგავსი სამხედრო შეერაღებული კონფლიქტების გამოძიების, თუ ეს პირველი პრეცედენტი იქნება საქართველოსთან? არა, მსგავსი კონფლიქტების გამოძიების პრეცედენტით ყოფილა უკვე ამ სასამართლოში და არაერთი ადამიანის დადანაშაულებაც მომხდარა. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ, რომ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, რომელიც თითოეულ ამ შემთხვევას ეხება ხოლმე, ხდება მაინც პიროვნებების კონკრეტულად პიროვნებებისთვის დანაშაულის დადგენა. ეს შეიძლება იყვნენ ხოლმე ქვეყნის მმართველი პირები, შეიძლება იყვნენ სამხედრო პირები და ასე შემდეგ. და ამ მსგავსი გამოძიებები ჩატარდა არაერთი ქვეყნის მიმართ, ეს იყო მაგალითად რუანდა, კონგო და სხვა. დღეისთვის აფრიკის გარეთ ჯერ სრული გამოძიება თავისი დასასრულით არ ყოფილა, მაგრამ უკვე არაერთი შემთხვევაა სხვა ქვეყნებშიც, არა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებშიც ამდაგვარი გამოძიების მიმდინარეობისა. გასაგებია, და ბატონმა უჩამ სწორედ აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს იყოს პრევენცია მომავალში. მსგავსი კონფლიქტები ნაწილობრივ მაინც ამხნიანად თავიდან არიდებოდა. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, შესაძლებელობა რომ ყოფილიყო ამ კონფლიქტის ბოლომდე გამოძიების დროულად შესაძლოა უკრაინის ომი გასაგებია. ქალბატონო ქეთი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან საინტერესო საუბრისთვის და მე იმედს ვიტოვებ თქვენთან ერთად, რომ პროცესი ზედმეტად დიდხანს არ გაჭიანურდება და გონივრულ ვადებს ჩაატევა და რეალური სურათი იქნება ასახული, რაც თავარია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. დიდი მადლობა. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი საუბრობდა